ეთერშია საავტორო გადაცემა ორატორული ხელოვნება ნებისმიერ პროფესიაში. მე კი მისი წამყვანი დავით ჩომახაშვილი გახლავართ. დღეს ჩვენ სტუდიაში სასაუბროდ მოვიწვიეთ ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი ბატონი მამუკა პავლიაშვილი. გამარჯობა ბატონო მამუკა. მოგესალმებით. პირდაპირ კითხვით გადმოვალ თქვენთან. რა არის თქვენთვის თეატრი? თეატრი ჩემთვის ყველაფერია. თეატრი არის ჩემი ოჯახი. არასოდეს არ მიყვარს მივდივარ სამსახურში. არასოდეს არ ხმარობ ამ სიტყვას. სამსახურში მივდივარ, მაგვიანდება სამსახურში მივდივარ თეატრში. მე მაქვს ორი ადგილი, სადაც ვარ, ეს არის ჩემი ოჯახი და ჩემი მეორე ოჯახი თეატრი. ანუ ამით ყველაფერია ნათქვამი, რა თეატრი არის ჩემი მეორე ოჯახი. კი ბატონო. რასაკვირველია თეატრი ოჯახია თქვენთვის და არა მარტო თქვენთვის, მე ვიცი და უამრავ მსახიობს უთქვამს ასე, რა შეგრძნებებია, როცა ხართ მსახიობი, როცა მიდიხართ თეატრში, როცა თამაშობთ როლს, როცა დგახართ სცენაზე. აი, ცოტა ეს გაშლილია, რასაკვირველია ეს კითხვა, მაგრამ აი უფრო კონკრეტულად თუ შეიძლება ასე ვიტყოდი. სცენაზე დგომის დროს თქვენ რას გრძნობთ? პირველ რიგში ვგრძნობ უდიდეს პასუხისმგებლობას. ეს არის პროფესია, ალბათ სხვა პროფესიებისგან გამოირჩევა თუნდაც იმით, რომ შენ დგახარ სცენაზე და შემაღლებულ ადგილას. მაყურებელი შენგან ცოტა მოშორებით და ოდნავ დაბლა და ამდენი თვალი გიყურებს შენ. ეს მე სხვათა შორის გავაცნობიერე, როდესაც პირველად გამოვედი სცენაზე, ზუსტად მახსოვს, ვიყავი 12 წლის, ანუ დაბადების დღე შემისრულდა 12 წლის გავხდი სცენაზე. როდესაც პირველად ვიმღერე, პროფესიულ სცენაზე გამოვედი და მაშინ როგორც ბავშვის თვალით ალბათ იმდენად ვერ გავაცნობიერე, რას ნიშნავდა სცენაზე დგომა, მაგრამ დროთა განმავლობაში უკვე ეს პასუხისმგებლობა, რომ შენ ვიღაც გიყურებს, შენ ვიღაცისთვის მაგალითი ხარ, შენ ვიღაც უნდა გააცინო, ვიღაც უნდა აატირო, ვიღაც უნდა ჩააფიქრო, მთავარი თეატრის ფუნქცია დააფიქრო და დღეს ეს ძალიან ჭირდება ჩვენს ხალხს. ფიქრს გადავეჩვიეთ. რაღაც მზამზარეულს გვაწვდიან და ვიღებთ ისე როგორც არის, უკვე აღარ ვფიქრობთ, რატომღაც. არადა თეატრი იყო ყოველთვის ბიძგი, თეატრი იყო ყოველთვის ის ტრიბუნა, საიდანაც უნდა მოესმინა მაყურებელს, მერე წასულიყო სახლში და ეფიქრა, რა ნახა, რას ეთანხმება, რას არ ეთანხმება. ხა მესმის დღევანდელ დღეს რთულია. მე თვითონ მსახიობი ვარ და აქტიურად ვესწრები, თითქმის თეატრმცოდნეების დონეზე ვესწრები ყველა სპექტაკლს თბილისის მასშტაბით, ხო, დავდივარ და ვნახულობ ყველგან ყველაფერს. და მე თვითონ მიჭირს უკვე პირადად ვუყურო 3 საათიან სპექტაკლს, 2 საათნახევრიან სპექტაკლს. მაგრამ მირჩევნია 3 საათიან სპექტაკლს ვუყურო და იმ სპექტაკლიდან წამოვიღო ის, რომ მე ღამე არ დამეძინოს თუნდაც და ვიფიქრო რაღაცაზე. ვიდრე უყურო თუნდაც 1 საათიან, საათი და 10-15 წუთიან სპექტაკლს და არაფერი გამომყვეს სპექტაკლიდან, არაფერი მქონდეს საფიქრალი. აი ეს არის და მსახიობი, ალბათ ყველა მსახიობი, ვისაც ბოლომდე აქვს გაცნობიერებული ამ პროფესიის არსი, ყველა დამეთანხმება, რომ მსახიობობა არის უდიდესი პასუხისმგებლობა. რასაკვირველია. უდიდესი. რასაკვირველია. და სხვათა შორის ჩვენ დროს მაქსიმალური ყურადღება ექცეოდა ვიზუალს. დღეს ეს რატომღაც დაიკარგა. და ამ დროს მე ვარ მომხრე და მე მაინც ის თეატრი მიყვარს, სადაც ვიზუალურადაც, ფიზიკურადაც ლამაზი არტისტები დგანან სცენაზე, იცი? არტისტობა ეგ არის, რომ გარდაისახო. აი ზუსტად მაგაში იყო იგივე გიორგი შავგულიძის ფენომენი, რომ ისეთ გრიმს იკეთებდა, ისეთ გარდასახვას აკეთებდა, რომ ხალხი ვერ ცნობდა, რომ ეს ის ულამაზესი გიორგი შავგულიძეა. ეს არის არტისტობა. აი, როდესაც ფიზიკურად ესეთი ადამიანი გარდაისახება და რაღაც გონჯს
მახინს ბოდიშთან გამოთქმებზე ითამაშებს, აი ზუსტად ეგ არის არტისტობა. ანუ ნებისმიერ როლს ითამაშებს, რა როლიც არ უნდა იყოს ეს არტისტიზმი. არტისტიზმი კიდე უფრო რასაკვირველია, ღრმა, უფრო შინაარსიანია, უფრო ძლიერია და ეს არის უდიდესი ბერკეტი საზოგადოებაზე ზემოქმედების, საზოგადოებაზე მოქმედების ის თუ რომ თქვენ ბრძანეთ რომ უნდა დაგაფიქროსო რასაკვირველია და რა თქმა უნდა გეთანხმებით, სხვა შემთხვევაში ფუნქცია მსახიობს ეს ფუნქცია, ეს როლი, ასე ვთქვათ, რასაკვირველი ვერ შეასრულებს ისე პირნათლად, როგორც უნდა შეასრულოს თავისი პროფესიიდან გამომდინარე. მსახიობისთვის ყველაზე ძლიერი, ასე ვთქვათ, როგორც ორატორისთვის და ორატორული ხელოვნებისთვის, ყველაზე ძლიერი ბერკეტი გახლავთ, მოგეხსენებათ ქართული ენა, ეს ჩვენი ენა. და აქედან გამომდინარე, ქართული ენა მჭიდრო კავშირშია, რასაკვირველია, ზოგადად ხელოვნებასთან ეს იქნება თეატრალური ხელოვნება, საესტრადო ხელოვნება თუ ორატორული ხელოვნება და ქართულ თეატრს დიდი ისტორია გააჩნია ვიდრე დღემდე. თქვენ როგორ ფიქრობთ, აი რა კავშირი არსებობს თეატრალურ ხელოვნებასა და ორატორულ ხელოვნებას შორის, თქვენ როგორ ფიქრობთ? პირდაპირი კავშირი. ზუსტად ის რაზეც ახლა მე ვისაუბრე და იგივე ისტორიიდან, ანუ თეატრი იყო ყოველთვის ახლა რაც ჩვენ ზუსტად ვიცით, იგივე კომუნისტური პერიოდი გავიხსენოთ, ხო? ეს იყო იგივე კომუნისტური პარტიისთვის ყველაზე აქტიური ბერკეტი, თეატრი. რა იდგმებოდა, როგორ ამდენი ცენზურა, რომ ესე არ უნდა გასულიყო, ეს არ შეიძლებოდა, ეს შეიძლებოდა. მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც შეფარულად უღია ქართული სულის ამოძახილი ყოველთვის ჩანდა და ისმინებოდა ხოლმე სცენიდან. რა თქმა უნდა. და ზოგადად ორატორიას რაც შეეხება, ხშირად მიფიქრია და არ ვეთანხმები იმ სიმღერას, რომ პირველად იყო სიმღერა, არ იყო პირველად სიმღერა, პირველად იყო სიტყვა. რასაკვირველია. სიტყვა რო არ ყოფილიყო, ეხლა კი უმღერით უსიტყვოთ, მაგრამ მაინც პირველად იყო სიტყვა, ხო? ზოგადად ადამიანი, ეხლა ესეთ შედარებას გავაკეთებ, ადამიანი რომ იბადება, ბავშვი რომ იბადება, მისი პირველი ტირილი, უკვე ორატორია. პირველი ტირილი და ეხლა ანუ ეს არის მხოლოდ ერთადერთი ტირილი, როდესაც გამოყავთ ბავშვი, რომ პირველი ტირილი, რომელიც ჩვენში სიამოვნებას, სიხარულს, ესე იგი ამოისუნთქა ბავშვმა და დანარჩენი ტირილი უკვე ჩვენში სხვა გრძნობებს იწვევს, ხო? იგივე ჩვენი შვილების ტირილი უკვე ცუდისკენ მივყევართ და გვძაბავს და ვითრგუნებით და ასე შემდეგ და იგივე პირველი აღუ რო ამბობს ბავშვი, ანუ პირველ სიტყვას. ის სიტყვა ის. უკვე სიტყვა და ამაზე ჩვენ გვაქვს უკვე რეაქცია. ანუ ეს ბავშვი როგორ იტყვის იმ აღუს, გაგვაგონებს თუ არა, როდის გავიგონებთ პირველს. უკვე აქედან იწყება ეს ყველაფერი, სიტყვიდან იწყება. და მით უმეტეს ჩვენ ისეთი მადლიანი ენა გვაქვს და ისეთი მადლიანი სიტყვები გვაქვს, რომელიც ბევრ ენაში არ არის. რასაკვირველია, ჩვენ აღნიშნეთ, რომ ქართული ენა ორატორული ხელოვნების უმძლავრესი ბერკეტია. თქვენ როგორ ფიქრობთ, დღეს რამე პრობლემა აქვს ქართულ ენას? ძალიან დიდი პრობლემა და ჩემი ყველაზე დიდი სატკივარი არის ეს. ეხლა ერთ მაგალითს ვიტყვი, ჩემი შვილი წელს გახდა სტუდენტი ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ჩააბარა და პირველი დღე არ მეორე დღე იყო მოდის უნივერსიტეტიდან, ანუ ლექციიდან რა, ასე ვთქვათ. და განაცხადა სახლში, რომ მამ უნდა გამოვცვალო ჩემი ერთ-ერთი ლექტორი. რატომ ამბე კითხები, რა ხდება, ჯერ ეს რას ნიშნავს პირველად წახვედი რა პრეტენზიები გაქვს. მამა ისეთი ლასებით ლაპარაკობს, რომ მე 4 წელი მას ვერ მოვუსმენ. იგულისხმება რბილი ლა. რა თქმა უნდა. ლეები, საშინელება. აი ეს არის ყველაზე დიდი ტკივილი ჩემი. ყოველთვის და ყველაზე დიდი სურვილი, არა მარტო ჩემი. არა იქიდან გამომდინარე, რომ ვარ მსახიობი და ალბათ ყველაზე მტკივნეულად ჩვენ გვხვდება ეს. ზოგადად უნდა ფიქრობ სკოლის ასაკიდანვე. რაღაც, თქვა, თუნდაც მესამე თუ უკვე დაგვიანებული არ იქნება, უნდა ისწავლებოდეს მეტყველება სკოლებში. ეს არის ჩემი ყველაზე დიდი სატკივარი. მე დავდგი ფრანგულ სკოლაში სპექტაკლი, მიმიწვიეს, რაღაც სპექტაკლი უნდოდათ და
იყო იქ, არის კიდეც დღესაც ძალიან ისეთი კარგი გოგონა და მოგეხსენებათ ფრანგული ენის სპეციფიური ლასი აქვთ იმათ, ანუ უფრო რბილისკენ მიდის და რაღაც და ამბავს ისე ქონდა ეს ლასი გამჯდარი, იმიტომ რომ პირველივე კლასიდან სწავლობდა ფრანგულს, ხო, ქართულად და მე განმიცხადა სპექტაკლი რომ დავდგით რაღაცა, რომ მისი ოცნება ყოფილა თეატრალურზე ჩაბარება, მთხოვა, რაღაც იქნება მომამზად, მე უთხარი ჩემო კარგო, შენ ისეთი საშინელი ლასი გაქვს, ამას თუ არ გამოასწორებ, არც ოცნებო რომ შენ ვინმე თეატრალურ ინსტიტუტში მიგიღებს. ზუსტად ერთ კვირაში დამირეკა ამ ბავშვმა. მომიტანა პროზა და წამიკითხა. გაოცებული დავრჩი, რა გააკეთე მეთქი. არაფერი ვიჯექი, არანაირი სავარჯიშო ეხლა არ ყავდა იმას არც მეტყველების პედაგოგი, არც არაფერი. ანუ ის უსმენდა თავის ლასს და იმდენი იმეცადინა ბავშვმა და სურვილია მთავარი, ხო? ესე იგი რა გამოდის мотиваცია? მოტივი უნდა კონდეს რომ გინდოდეს გამოსწორება, მაგრამ მარტო ლასში არ არის პრობლემა, რა დამეთანხმებით აქ უამრავი პრობლემა აქ იგივე מחვილებში, იგივე სხვადასხვა მიმართულებით. ალბათ დამეთანხმებით რომ ქართული ენა მაინც ბარბარიზმები შემოიჭრა უამრავი, მაგრამ მაინც ცოცხალი მექანიზმია. რაღაცა დარჩება ენაში, რაღაცა მარტო ქართული არა, ყველა ენაშია. ყველა ენა რასაკვირველია, მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში ამჯერად ქართულ ენაზე ვსაუბრობთ და ჩვენ უნდა ვეცადოთ, მე ასე მგონია და ასე ვფიქრობ, რომ უნდა ვეცადოთ, რომ სწორად ვიმეტყველოთ და სწორად ვისაუბროთ. მეტყველება სწორად. ამ ყველაფერს სწავლა უნდა. ამ ყველაფერს უნდა სკოლიდან სწავლა. რაც თქვენ აღნიშნეთ, რასაკვირველია. მაგრამ მოდი ისიც ვთქვათ, სკოლაში ვინ უნდა ასწავლოს? პედაგოგმა. ხო? პედაგოგმა უნდა ასწავლოს და პედაგოგს ვინ უნდა ასწავლოს? ცოტა სხვა ღრმა პრობლემაა უფრო ეს. უფრო სხვაგან მივდივართ, შეიძლება უფრო განათლების სამინისტროში დავარქვათ, რა სიტყვებით. ნუ ფაქტია, რომ ყველა პროფესიას ეს არ შეეხება მარტო მსახიობობას, სცენაზე დგომას და ყველა პროფესიაში საჭიროა კომუნიკაცია, ხო? საჭიროა მეტყველება. ანუ ყველა პროფესიის ადამიანს ჭირდება ეს. და მაგიტომ ამბობ, სკოლიდან არ აქვს მნიშვნელობა ის ბავშვი რომ გაიზრდება საითკენ წავა, რა პროფესიას აირჩევს. მან გამართული ქართულით უნდა იმეტყველოს. ყველგან. რასაკვირველია, აი აქვე უკაცრავად აქვე ვიტყოდი, ჩვენთან ორატორული ხელოვნების აკადემიაში როცა მობრძანდებიან მსურველები სწავლისა, გვეკითხებიან მშობლები ძირითადად რომ რა პროფესიას აძლევთ თქვენ. ჩვენ ყოველთვის პასუხობთ, ჩვენ არ ვაძლევთ პროფესიას, ჩვენ ვაძლევთ ცოდნას, რომელიც გამოადგება ნებისმიერ პროფესიაში. ამიტომ მეტყველება და ენა და სიტყვა ყველა პროფესიაში საჭიროა, სავალდებულოა და აუცილებელია სწორად მეტყველება. თქვენ ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ სხვათა შორის, რადგანაც არ არის იგივე რასაც საუბრობ, თუნდაც ამიტომ. აი მსგავსი ტიპის და მსგავსი ფუნქციის კიდევ რამოდენიმე სასწავლებელი, რაც მეტი იქნება, მით უკეთეს. ფაქტია, სკოლაში არასწავლიან, იმიტომ რომ ეს მოითხოვს აღნიშნე, რომ პედაგოგი, რომელსაც თვითონ აქვს ლასის პრობლემა, იმ რა უნდა ასწავლოს ბავშვს, ხო? ანუ საქმე მიდის იქითკენ, რომ უნდა სპეცპედაგოგები აღიზარდონ. ეხლა ნებისმიერი მსახიობი შეუძლია ხო იგივე მეტყველების კურსის ჩატარება სკოლაში რა. ანუ სპეცპედაგოგების შეყვანა უწევთ. ამაზე თავს არავინ არ იწუხებს არც ერთი. სამწუხაროდ უცხოეთში, თუნდაც ამერიკის შეერთებულ შტატებში, როცა თანამდებობაზე ინიშნება ადამიანი, ნიშნავენ, ისე არ დანიშნავენ, თუ არ აქვს გავლილი შესაბამისი კურსი, იგულისხმება ორატორული ხელოვნების კურსი, იქ მხოლოდ მეტყველება არა, იქ თავისი ჟესტიკულაცია, მანერა, მიმიკა, ყველაფერი აბსოლუტურად. და ეს ძალიან კარგი ჟესტია. თქვენ როგორ ფიქრობთ, საესტრადო ხელოვნება უფრო ახლოს არის ორატორულ ხელოვნებასთან თუ თეატრალური ხელოვნება? უფრო საესტრადო, იმიტომ რომ აქ პირდაპირი კომუნიკაციაა დარბაზთან, ხო? ეხლა თეატრში მაინც მეოთხე კედელი, სტანისლავსკის მეთოდი. კი, და ასე შემდეგ. მართალია უკვე დღეს ესეც დაირღვა თეატრში უკვე. კი, თეატრშიც. აღარ არის აღარც მისდევს უკვე ფაქტიურად ქართული თეატრის სტანისლავსკის მეთოდს და ესტრადაზე უფრო, იმიტომ რომ და მით უმეტეს აი ეს ესტრადა სალაპარაკო ჟანრის ესტრადა. ეს პირდაპირი კონტაქტია მაყურებელთან. სპექტაკლს ითამაშებ შენ როლს თავიდან ბოლომდე ისე სულ არ გაინტერესებს რა რეაქცია იქნება, ხო? ამ შემთხვევაში. შენ აკეთებ შენ საქმეს. ყავს პარტნიორი, არის დეკორაცია, არის რეკვიზიტი და აქ არის ჩართული უამრავი ფაქტორი, რომელიც გეხმარება ამაში, მაგრამ ესტრადაზე გახარ მარტო და მე მახსოვს პირველად ფილარმონიის სცენაზე რომ დავდეგი.
და ეხლა თეატრში კი ვთამაშობდი უკვე, მაგრამ ეს ამხელა დარბაზი და აი ჩვენს უახლოეს წარსულში ვის გაიხსენებდით ესტრადის მსახიობს, ასე ვთქვათ, რომელს რა ვიცი, პირველ რიგში ჩემს უსაყვარლეს, უთბილეს, ძალიან თბილი და დიდი ხნის მეგობრობა გქონდა მე და სიას კვირიკაშვილს. ეს იყო ახლა ვიცით ხო მისი იგივე ისტორია, მან პირველ კონკურსზე გაიმარჯვა საკავშირო და ეხვეწებოდნენ წლების განმავლობაში ჩამოდი მოსკოვში და დარწმუნებული ვარ ახლა რუსულ ესტრადას ვინც ვიცნობთ და გვინახია უბადლო იქნებოდა. აი არ კონკურენციასაც კი ვერ გაუწევდა ვერავინ, ვერ მიუახლოვდებოდა მის ნიჩს. ფაქტია, მაგრამ ქალბატონ ზია კვირიკაშვილს აღნიშნეთ, რომ კარგად იცნობდით, პირადადაც თუ არ ვცდები არა. მაინც რა ქონდა, ცოტა ისე მინდა, არა ვიცი, ტრაგიკულად, არამედ უბრალოდ სუბუქად და იუმორში, როგორც უყვარდა ხოლმე ქალბატონ ზიას ყოველთვის, აი ესე, რაიმე გაიხსენეთ. როგორც უყვარდა და სხვათა შორის ანეკდოტის მოყოლა იცოდა რაღაცა სწაული. მაგრამ ეს ბევრჯერ თქმულა და კიდევ ერთხელ განმეორდები, ზია აბსოლუტურად განსხვავებული იყო ცხოვრებაში და პირად ურთიერთობაში. აი ხშირად ყოფილა მომენტი, რომ დიდი ხვეწნის შემდეგ მოუყოლია რამე ანეკდოტი. აი აბსოლუტურად სხვანაირი პიროვნება იყო ცხოვრებაში. თავისი წარსულით, თავისი უფრო დარდით პრობლემები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ბევრი ფაქტურად. მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ის არასდროს თავს არ ახვევდა არავის აბსოლუტურად მე ასე ვიცი, რომ პირიქითაც ცდილობდა რომ მეგობრებიც მხოლოდ და მხოლოდ იმით ხვდებოდნენ, რომ გამოხედვით ჩუმად აი თავისთვის რომ დაჯდებოდა უკვე გძნობდი რომ პირიქით, აქეთ თუ არ ვცდები, აქეთ ანუ გეშებდა სხვას და ყოველთვის გვერდით ედგა ყველაფერში. კი ბატონო. მე მგონი აი ეხლა ძველი თაობიდან ჩვენ ვიცით იგივე ვასო გოძიაშვილის ეს მინდოდა დიდი არტისტი დრამატული თეატრის მსახიობი მდგარა ესტრადაზე. გამოსულან რაღაც მე არ ვიცი, მათი არ მოვსწრები ვარ მათი პერიოდს რასაკეთებდნენ, მაგრამ აი რაც მე ვიცი, ზია მაინც ალბათ ამ ჟანრში იყო ერთადერთი და განუმეორებელი. რასაკვირველია, ეს ამ პერიოდის კი უახლოესი წარსულიდან იყო და ამ პერიოდის პრობლემებს განიხილავდა და გვაჩვენებდა ჩვენ ყველას გროტესკი და ასე შემდეგ და ის ჩვენ რადგან არ გვინახავს ჩვენ ისტორიიდან ვიცით კი უბრალოდ ვიცით ის დიდი დრამატული თეატრის მსახიობები წარმატებით მოღვაწეობდნენ ესტრადაზე და ძალიან კარგადაც ფელეტონები ჰქონდათ, სკეჩები ჰქონდათ და უამრავი საინტერესო პოლიტიკური ზუსტად როგორც ვიცი, ჩვენ მაინც ვახერხებდით ყოველთვის აი კომუნიზმის დროსაც ქართული ეროვნული სიტყვა გვეთქვა სცენიდან ეს ესტრადა იყო თუ თეატრალური ხელოვნება. ვინ ამბობდა ამას ვასო გოძიაშვილის, სესილია თაყაიშვილი, შავგულიძე იგივე და მრავალი სხვა და შემდეგ ძალიან ესეთ ბრწყინვალედ გამოდიოდნენ ეროსი მანჯგალაძე, გოგი გეგეჭკორი, მედია ჩახავა და ყველა აღიარებდა სხვათა შორის აი თეატრის მსახიობები ყოველთვის აღიარებენ რომ ეს არის სულ სხვა პროფესია. აბსოლუტურად სხვა პროფესია. და კიდევ უფრო რთული თუ არ ვცდები, იმიტომ რომ ბატონ ეროსის ხშირად უთქვამს, მე კარგად ვიცნობდი პირადად ბატონ ეროსი მანჯგალაძეს და ხშირად უთქვამს, რომ მე გაცილებით უფრო მეტად ვღელავ, როცა ესტრადაზე გამოვდივარ, ვიდრე დრამატულ თეატრში სპექტაკლს თამაშობ. ხშირად უთქვამს ეს. ღელვასთან დაკავშირებით რა სიტყვით? არის ეს მოძდევს მსახიობს ყოველთვის. აი როგორ არის ეს ალბათ ინდივიდუალურია, მეტნაკლებად არა ბატონო მამუკა. არა მგონია ეს ყველა მსახიობს აქვს. არა მე გულისხმობ ზოგს მეტად ზოგს ნაკლებად აგერ ბატონმა რამაჩხიკვაძემ ბრძანა როგორც კი მე სცენაზე გასვლის წინ სპექტაკლის თამაშის წინ ღელვა არ მექნება ვიტყვი რომ მე მსახიობი აღარ ვარ ხო და წავალ სახლშიო და აქედან გამომდინარე თქვენს შემთხვევაში როგორ არის სანამ პირველ ნაბიჯს გადავსკავ ანუ აი შევალ სცენაზე აქ მთავრდება ერთი ცხოვრება მაგრამ მე უკვე აღარც გაქვს უფლება იმის რომ იღელვო. აი ეხლა მაგალითად ხო წალეკა ჩვენი ტელესივრცეა
სხვადასხვა ხასიათის შოუებმა არის ერთი ამბები, ამდენი ხო ვიცით ბატონო, საქართველოში ყველა მღერის, ხო ვიცით. ძალიან გვიხარია ყველას და მე პირადად ძალიან მიხარია, როდესაც ამდენი ნიჭიერი ბავშვია, ხო? ფანტასტიკურად მღერიან ჩვენი ბავშვები. მიხარი. როეუბნება, ნუ ღელავ. აი მე ვფიქრობ, არ უნდა უთხრა. შენ თუ იცი, ვითომ აწყნარებენ გამიგე, ნუ ღელავ. არ შეიძლება, როგორ შეიძლება არ რეაქციას როგორ შეიძლება არ იღელოს ბავშვი გამოდის ზის წინ 4-5 ავტორიტეტია მისთვის ხო ისინი, ვინც ჟიურშია და ეხლა რაც არ უნდა იყოს, როგორ შეიძლება არ იღელო. მით უმეტეს ნომრის წინ ხო უნდა იმღერო და ამ ღელვასთან დაკავშირებით არის რაღაცა სპეციალური საშუალებები იმის ან სავარჯიშო რომ ღელვა კი არა უბრალოდ შინაგანი დაძაბულობა რომელიც ჩვენ გვაქვს გასვლის წინ სცენაზე ეს მოიხსნას არის ასეთ სავარჯიშო არის რამდენადაც ვიცი ოღონდ მე ვიყენებ კუნთების სავარჯიშოებია თუ არ ვწდები არა ისევე როგორც მეტყველების აპარატის ვარჯიშის დროს იგივეა კუნთების სხეულის კუნთების ნერვიულობა ჩემი სერაზე გასვლისი გადაბაქვს პირის აპარატის რა თქმა უნდა ეს ისედაც უნდა გააკეთო მაგრამ მე უკვე ისე მაქვს ეს გამჯდარი რომ ამ ეს ნერვიულობა გადამაქვს დგიბ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ მეტყველების სავარჯიშოებში აპარატის სავარჯიშოებში თქვენ როგორ ფიქრობთ მაინც ორატორებად იბადებიან თუ ყალიბდებიან ალბათ ყალიბდებიან იმიტომ რომ ბევრი ვისაუბრეთ ხო მრავალი კომპონენტია საჭირო იმისათვის მეტყველებიდან დაწყებული, სწორი მეტყველებიდან დაწყებული, იგივე ჟესტიკულაცია, იგივე აი ორატორია, თუნდაც სიარულის მანერა. რა თქმა უნდა, ეს ზუსტად და ეს ყველაფერი ალბათ ისევ ყველაზე მეტად მოეთხოვებათ პოლიტიკოსებს, ხო? ეტყობა იცი, აი ჩვენს პოლიტიკოსებს არაწყენდათ გავლა. ამ კურსების. როდესაც აცდენილია ჟესტი სიტყვასთან. თანხwebdriverში არის. იუმორს იცავს. ძალიან ის არის, ანუ დასწავლადია ეს, შესწავლადია, უნდა ისწავლონ. რო ჩამოყალიბდნენ კარგ ორატორებად და ეს პირველ რიგში სჭირდებათ მათ, ხო? დღეს თან მით უმეტეს საქართველოში. ფაქტია დღეს ვარსკვლავები არიან პოლიტიკოსები და არა მსახიობები, როგორც იყო. რასაკვირველია, მით უმეტეს აი ამ თანხwebdriverთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ ორატორული ხელოვნების განმარტებაც ასეა, ჩვენეული ორატორული ხელოვნების განმარტება, ორატორული ხელოვნება ეს არის გონება, გული და სიტყვა. რა თქმა უნდა. სიტყვა და გონევრული აზრის გულით ნათქვამი, ასე ვთქვა და აი ეს სამი კომპონენტი თუ ერთ თანხwebdriverში არ არის, რასაკვირველია უხერხო მდგომარეობაში ჩავარდება გამომცვლელი. გონება კავშირში უნდა იყოს გულთან, გონება და გული კავშირში უნდა იყოს სიტყვასთან და სამივე ერთად უკვე ქმნის არა მხოლოდ ორატორულ ხელოვნებას თავისთავად და არა მხოლოდ სრულფასოვან ადამიანად წარმოადგენს ამა თუ იმ პიროვნებას. მართალ კაცად. რასაკვირველია, იმიტომ რომ გააზრებული ნათქვამი აუცილებლად უნდა იყოს გულით ნათქვამი. სხვა შემთხვევაში, როგორც თქვენ ბრძანეთ, სხვა შემთხვევაში მაყურებელი აუცილებლად მიგიხვდება და აი იქ იწყება უკვე შენი სერიოზული გამოსვლა, იქცევა უკვე კომიკურ გამოსვლად და ამდენად უხერხო მდგომარეობაში ვარდება არა მარტო პოლიტიკოსი, ზოგიერთი პოლიტიკოსი, არამედ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც გამოდის და პრეტენზია აქვს, რომ მან უნდა დამოძღროს აუდიტორია, რაც არ უნდა იყოს და რა მიმართულებითაც არ უნდა მუშაობდეს. არ მოგისმენს ხალხი უბრალოდ, რომ დაინახავს ამ სიყალბეს და ერთი რამ მაინტერესებს კიდე. თქვენ ეს პროფესია, მსახიობი. თქვენი არჩეული პროფესია თუ კი, რა თქმა უნდა. კი კარნახეს. მე ვფიქრობ ეს ერთადერთი პროფესია, რომელსაც არ კარნახობენ. პირიქით ეს ისეთი პროფესია, რომელსაც ჩვენ ლეგენდებიც ვიცით, რომ ყველა ეწინა აღმდეგება მშობლებიდან დაწყებული. არა, გასაგებია, მაგრამ არიან ისეთი მშობლებს, რომ არა შენ აუცილებლად მსახიობი უნდა გამოხვიდე, ისეთი ნიჭიერი ხარ შვილო, ისეთი კარგი ხარ. ქართველ კაცში თითქმის ყველაში არის ეს არტისტული ბუნება, იგივე სიმღერა, იგივე ცეკვა, ეს ჩვენ გენშია. და ამიტომ ცდილობენ და მე სხვათა შორის ჩემი ბიჭი ხმამაღლა არასდროს არ მithქვავს, მაგრამ არ მინდოდა ნამდვილად. მიუხედავად იმისა, რომ პატარობიდან თეატრშიც იყო, სპექტაკლებშიც თამაშობდა, მაინც ვეწინა აღმდეგებოდი ამ გზაზე წასულიყო.
და კარგად მოგეხსენება დღევანდელი თაობის კიდევ მთავარი პრობლემა და სადგივარი არის უციგნურობა. ცოდნა რომ არ უყვართ კითხვა, ფიზიკურად წიგნის ხელში აღება არ უყვართ. და სხვათა შორის ის პერიოდი სანამ შევაყვარებდი სხვადასხვა გზებით კითხვას და სანამ კომპიუტერს დავახურინებდი, ვეუბნებოდი რომ შვილო, შენ თუ გინდა მსახიობობა, შენ თუ ამ გზას აირჩევ მომავალში, უნდა იყო უგზოუკლოდ განათლებული. გაუნათლებელ არტისტზე საშინელება არაფერია. რა თქმა უნდა. თვალებში ეტყობა ადამიანს, ხო? ყოფილა, ვიცი და ისტორიამაც იცის, სახალხო არტისტებიც კი. აი დამსახურებული და სახალხო არტისტები, რომლებსაც მხოლოდ და მხოლოდ თავიანთ როლები ჰქონდათ საკითხული. და თუნდაც ის პიესაც კი არ ჰქონდათ თავიდან ბოლომდე საკითხული, რაშიც თამაშობდნენ. კი, რა თქმა უნდა. ზოგადად ადამიანისთვის პროფესიის არჩევა რასაკვირველია, ვფიქრობ, რომ ადამიანმა თავად უნდა გადაწყვიტოს. იმიტომ რომ ადამიანისთვის თავისი პროფესია ეს არის მუდმივი. კი, შეიძლება რაღაცა ცხოვრების ეტაპზე შეიცვალოს, მაგრამ შეიცვლის იმ შემთხვევაში, თუ ეს მისი არ აღმოჩნდა. თუ ეს მისია, თუ ის მის სულთან და გულთან ახლოს არის, თუ უხარია, თუ უყვარს ის საქმე, რომელსაც აკეთებს, თქვენს შემთხვევას გულისხმობ, რასაკვირველია? ამ პროფესიას ბოლომდე მიჰყვება და შეეწირება კიდეც. აუცილებელია. მით უმეტეს ამ თეატრალურ ხელოვნებაში, ზოგადად ხელოვნებაში. რა თქმა უნდა. თუ ყოფილა ისეთი რამ თქვენს ცხოვრებაში, თეატრის გარდა, სურვილი ქონიათ, რომ გაგიკეთებინათ და არ გაგიკეთებიათ? არაფერი ისეთი. იმიტომ რომ ბავშვობიდან სურვილიც მქონდა, მღეროდი, ფაქტიურად მე ესტრადაზე დავიწყე, სიმღერით დავიწყე, სცენაზე ცხოვრება, შემდგომ მოხდა უკვე საესტრადო მოღვაწეობის გამოცდილებაც გაქვთ და მინდა ესეც აღნიშნოთ. დიდი უფრო დააკონკრეტოთ. 12 წლიდან საესტრადო სცენაზე ვიდექი. მღეროდი, მიმიღია მონაწილეობა ბევრ მიუზიკლში, რომელიც სხვათა შორის 90-იან წლებში ძალიან აქტიურად იდგმებოდა ჩვენთან ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში. პარალელურად უკვე დავიწყე თეატრში მუშაობა 92 წლიდან. სხვათა შორის პარადოქსია აი ჩემი თეატრალური მოღვაწეობა. ცხოვრებაში არ ვარ ნამყოფი სოხუმში. და ცხოვრებაში არ ვიყავი ნამყოფი ცხინვალში. და ბოლოს ისე მოხდა, რომ აგერ უკვე თითქმის 25 წელია ცხინვალის თეატრში მუშაობ და 10 წელი ვიმუშავე სოხუმის მოზარდმაყურებელთა თეატრში. შემდგომ უკვე ჩვენ აქტიურად გავდიოდით იქ ხეობაში ცხინვალისკენ, უკვე ორჯერ სამჯერ მომიწია ცხინვალის გავლა. აქვე უკაცრავად აქვე მინდა დავამატო, უბრალოდ ჩაგერთოთ, რომ აუცილებლად და ვისურვებდი მე, რომ თქვენ გეთამაშოთ სოხუმში, სოხუმის თეატრში და ცხინვალში, ცხინვალის თეატრში. მაგას ვამბობ, აი თუ ასრულდება ეს ჩემი ოცნება, რომ თუნდაც ერთი სპექტაკლი მათამაშა ცხინვალში, ერთი სოხუმში და აი მე ჩავთვლი, რომ დიდი იმედი მაქვს. ამოვწურე ყველაფერი და დიდი იმედი მაქვს, რასაკვირველია. და რამდენად საჭიროა ორატორული ხელოვნება საზოგადოებრივ ცხოვრებაში? ზოგადად. ჩვენ რაღაცა გარკვეულწილად შევეხეთ ამ მიმართულებებსაც, მაგრამ აი ახლა ასე ვთქვათ რეზუმეს სახით მაინტერესებს ეს თქვენი. აუცილებელია. ელემენტარული კონტაქტია ხო ადამიანებთან. საუბარი ელემენტარული. ეხლა მე არ მესმის ვთქვათ ჩინური და რომ დამიწყოთ ჩინურად ლაპარაკი, ხო აი იგივეა. მე ხო ვერ გავიგებ ვერაფერს არა. ანუ აუცილებელია, რა სფეროც არ უნდა იყოს. კიდევ ერთხელ ვამბობ ამას ხაზგასმით. არ არის აუცილებელი იდგეს სცენაზე. ნებისმიერ პროფესიას სჭირდება კომუნიკაცია. ნებისმიერ ადამიანს სჭირდება ურთიერთობა სხვა ადამიანთან. პროფესიასაც თავიდანვანებოთ ოჯახში. ელემენტარულია. აუცილებელია. გავაგებინოთ ერთმანეთს, ჩვენ თუ ვერ გავაგებინეთ, ჩვენ თუ ერთ ენაზე არ ვისაუბრეთ. და ჩვენ თუ გამართული ენით არ ვისაუბრეთ ერთმანეთთან. კი ბატონო მოგისმენ, მაგრამ ალბათ ურთიერთობებიც მაგედან იწყება, ხო არის, ვთქვათ, გაიცნობ ადამიანს
მე მაგალითად სრულიად ვკმარა 10-15 წუთი ვიყო მის გარემოცვაში და ესევე ხვდები უკვე მე შევძლებ ამ ადამიანთან ურთიერთობის გაგრძელებას თუ ვერ შევძლებ. ისე რომ ოჯახში აღზრდას, სწორ აღზრდას ამ მიმართულებით, ამ გულისხმობ ორატორული ხელოვნების მიმართულებით ოჯახში აღზრდას უდიდესი და უმნიშვნელოვანესი როლი აქვს სკოლასთან ერთად. რასაკვირველია და აუცილებლად ეკლესიასთან ერთად, იმიტომ რომ სასულიერო ჭევრმეტყველება ესეც ერთ-ერთი დარგია ორატორული ხელოვნების და ესეც უმნიშვნელოვანესია შეიძლება ასე ითქვას. და ურთულესი მინდა ვთქვა, მე მომიწია პერიოდი ვიმუშავე დაახლოებით 2 წელიწადი უსინათლოთა კავშირის ხმისჩამწერ სტუდიაში. უწერდი მათ სახელმძღვანელოებს ხატრულ ლიტერატურასაც და მომიტანეს თხოვეს ჩამეწერა ახალი აღთქმა. ვერ ჩავწერე. ვერ შევძელი. ეს ძალიან რთულია. აღიარებთ. ვაღიარებთ. და ამ სპეციალური განათლება ჭირდება. რასაკვირველია, სპეციალური განათლება და ამასთან ერთად ის ყველა კომპონენტი, რაც აუცილებელია სიტყვასთან, გულთან, აზროვნებასთან, ჟესტიკულაციასთან, ყველაფერთან აბსოლუტურად ხმა და ყველაფრის თანხმედრა საჭირო. ბატონო მამუკა, ჩვენი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა და მე მინდა გთხოვოთ ერთი რამ თუ უხერხული არ იქნება და თუ შეძლებთ. ჩვენ ვიცით რომ ესტრადაზე მოღვაწეობდით, ეს აღნიშნეთ, ვიცით რომ ლექსებს კითხულობ და დიდი თხოვნა რომ ერთი ლექსი წაგვიკითხო და ამით დავასრულოთ ჩვენი დღევანდელი გადაცემა. ჩემს საყვარელ ლექსს გიკითხავთ. დიახ. არ გემძიმება მხატვრის ტვირთი, პატარა გოგოვ. მოდი დამხატე. ეს მე მოვდივარ ღამიეთის სანახებიდან, მუხლ დაღლილი და ქეთდაჩხოდილი. ბრძენი ჭინკები სულელ თამადას ვთავაზობ დიდი გიორგის ყანწებს და ჯერეც უცნობ ქალის მკერდში მშიერ შველივით ვიფურჩნები. ასე დამხატე. გამხატე დიდი სიცრუის ფლასი ისეც დამხატე. მე ის კაცი ვარ, მგელებმა რომ ტყავი გამხატეს. მე ის ხატი ვარ, რომ წამგვარეს ჩვეულ სახატეს აღსდგნენ უვიცნი, ბრძენკაცურად მოიღაღადეს, განიკვეთოსო. შენ მაინც მოდი, როგორიც ვარ, ისე დამხატე. ხომ ნახე ჩემი პატარა სორო კი არა, ლომის გალია. წარმავალია სიცოცხლე ბოლოს, მაგრამ ტკივილიც წარმავალია მეათე დღეა. უგონოდ მთვრალი, ფათურით ვეძებ ჩვეულ სახატეს, ხომ ნახე ჩემი მშიერი თვალი. მოდი, მშიერი ღმერთი დამხატე. რა გამინელებს გულის ფორი აქვს, სულში იმდენი დარდი ღაღადებს, ვიღაცა წრუბავს სომხურ კონიაკს. მე რაც გამაჩნდა, ისე დამხატე. დამხატე დიდი სიცრუის ფლასი, ისე დამხატე. ჰგონიათ მწვანობს იმედის ტოტი, ვაი თუ უცებ შემომაღამდეს. მოდი, შენ მაინც ჟამიჟამ მოდი და როგორიც ვარ, ისე დამხატე. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. მადლობა ბატონო მამუკა. ძვირფასო რადიო მსმენელებო, ამით დასრულდა ჩვენი გადაცემა. დღეს სტუმრად ყავდა ცხინვალის თეატრის მსახიობი ბატონი მამუკა პავლიაშვილი.